გამომართვი. დიდი მადლობა შვილო. მომეცი ხელი. გეყოფა არაფერი არ გჭირს. ის მომკლავს. რატომ არ გესმის? არ მაინტერესებს. მომიყვები. ალბათ ისევ რაღაც ჩაიდინე. არ მაინტერესებს რა ჩაიდინე ან ვისთან ერთად. ასე არ არის ეიშან. შენ საერთოდ არ უსმენ მამაშენს. არ მინდა მეთქი. კი, მაგრამ ეიშან. ფრთხილად შეარჩიე სიტყვები მამა. ახლა ვიღაცაზე საშინელებას მოყვები. სიტყვები ფრთხილად შეარჩიე. თუ გავიგებ რა ჩაიდინე. არა. თუ გავიგებ რომ რაღაც საზიზღრობა ჩაიდინე. არა და ეს ნამდვილად ასე იქნება. ეს ორივემ კარგად ვიცით, ასე არ არის? ორივემ ვიცით რომ რაღაც დააშავე. გირჩევ ჩემი გეშინოდეს და არა მათი. გასაგებია მამა. გავიგე შვილო. გავიგე. კარგი, ახლა გისმენ. ვინ გაწყენინა? შენ მართალი ხარ შვილო. არავის არ უწყინინებია. მე თვითონ დავუშავე ჩემს თავს. მამა, რა გჭირს? ახლაც გააგდებ მამას სახლიდან. ახლაც ეთყვი მამაშენს მოშორდი აქედანო. გახსოვს ოჯახზე რას გეუბნებოდი შვილო. ოჯახი უმთავრესია. არასოდეს მიატოვო ოჯახის წევრები, რაც არ უნდა დააშავო. ახლობლებს ენდე და არა უცხოებს. მათ გვერდით იყავი, როცა საჭიროა. შენ ძლიერი ხარ. შენ მათ სჭირდები. ნუ რასოდეს დაივიწყებ ჩემს სიტყვებს. და კიდევ ნუ დაგავიწყდება, რომ სიკვდილი ღმერთის ხელშია. გიყვარდე შენი ახლობლები და სიკვდილამდე მათ გვერდით იყავ. გიყვარდე შენი ახლობლები და სიკვდილამდე მათ გვერდით იყავი. ესე იგი ქალიშვილი ყავს? ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ქალიშვილი მისი სისუსტეა. ასეთი კაცის სუსტ ადგილს თუ იპოვი, მისი ხელიდან გაშვება აღარ შეიძლება. მაინც რატომ არის ქალიშვილი მისი სისუსტე? ქალიშვილი ყურადღებას უფანდავს რამის. მას მაგარი ხელი და მკაცრი გაგება აქვს, თუ ყურადღება გაეფანდება, მისი დამარცხება უფრო ადვილი იქნება. მაინც ვერ გავიგე. რატომ არის ის გოგო მისი სისუსტე? მას ხომ არავინ არ უყვარს. გგონია ქალიშვილი უყვარს? შენ ჩემზე უკეთ იცნობ რამის, რა სიტყვი? ვისგან ხავს ის ნაბიჯვარი? რატომ ხარ რამისზე ასე გაბრაზებული? რა დაგიშავა? არაფერი. და მინდა ეს ასეც დარჩეს. მიცადე. ტელეფონი მირეკავს. მაპატიემ? სად ხარ? გაჩუმდი და მომისმინე. ანდესთან ერთად ვარ, მწერალ გოგოსთან ერთად. კარგი გააგრძელე. მეთევზეს. ნსულელო. სხვათა შორის მე ვმუშაობ. მან რაღაც იცის მეგობარო, რაღაცას გვიმალავს. უნდა უთვალთვალო. რიგში ჩადექი. რა რიგში? მან ხომ ომერის ამბავი იცის? რიგი არა? ახლა სწორედ მისი რიგია. მართალი ხარ. მაგრამ აქ ერთი ოჯახური საქმე მაქვს. ამას მოვაგვარებ და მოვალ. რამიზის ამბავი არ დამვიწყებიან უდარდობ. ალი.
ისმენთ. კარგი. კარგი. ანდე. ახლა ვერ მოვა. მერე დაგირეკავ. სადმე მიდიხარ? არსად არ მივდივარ, აქ ვარ. ისევ მოიქცევი არა. არც ახლა იძიებ შურს ისევ იმ გოგოსთან ერთად აპირებ ყოფნას. არა, დედა. საქმეები გაქვს? არა. მე აქ უნდა ვიყო მამასთან. ხმა გიკანკალავს. ვინმე მხომ არ გაწყენინა. არა, დედა, არავის არ უწყენინებია. ომერ. ჩემო საყვარელო შვილო. შენ ჩემი უფროსი შვილი ხარ. ღმერთმა უკან დამიბრუნა შენი თავი. რომ მიცადე როგორ მეშინი არა მე არ დაგემართოს. მითხარი რა გჭირს? უთხარი დედა შენს. რა გჭირს? ცდილობ სწორად მოიქცე დედა. მაგრამ ყველაფერი ისე არ არის როგორც ადრე. სანამ თქვენთან ცხოვრობდი ზუსტად ვიცოდი რა იყო კარგი და რა ცუდი. ახლა აღარ ვიცი დედა. ყველაფერი ისე ჩაიხლარდა. უკვე აღარ ვიცი ვინ მიყვარდეს, ვინ მძულდეს, ვის ვენდო. მინდა სწორად მოვიქცე, მაგრამ რა არის სწორი? უკვე აღარ შემეძლია სიმართლის ისე დანახვა, როგორც შენ მასწავლიდი დედა. არა, ვერაფერს ვეღარ ვხედავ. ვერაფერს. გამომართვი დედა. როგორ არა? ყველაფერს ხედავ. შენ ხომ ომერი ხარ. რა მოხდა? რაღაც საქმე მაქვს. ბუდის გიხდით, მაგრამ თქვენი საკრედიტო ბარათი არ მუშაობს. არა უშავს, მე გადავიხდი. არავითარ შემთხვევაში. რას ნიშნავს არ მუშაობს? დაბლოკილია თუ გინდათ სალაროსთან შეამოწმეთ. არა უშავს, მე გადავიხდი. ვინ დაბლოკა? მაჩვენეთ. შენ სად მოდიხარ? არ ღირს იქ შენი მარტო შესვლა. დაჯექი შენს ადგილზე. სად არის სალარო? ზევით. იქ? ხო. აქ არ არის სალარო. ადმინისტრატორის კაბინეტი დერეფნის ბოლოშია. მაბადიეთ, სად არის ადმინისტრატორის კაბინეტი? ცუდა საქმე. სისხლი გჭირდება სასწრაფოდ.
რა მოხდა მერტ რა ხდება? სიმართლე მითხარი. არაფერი დედა, ვიღაც პაციენტს პრობლემები აქვს. ბოდიში ერთი წუთით. თქვენ გელაპარაკებით. რამე მითხარით? რა გნებავთ? ადმინისტრატორის კაბინეტს ვეძებ. მოგზანდით, აქ არის. რა საკეთებ? პარტნიორო, გოგო გამექცა, თან ფულის არ გადაიხადა. რას ამბობ, საწევიდე? კაფეში მეორე სართულზე ავიდა. ახლა ვედაუბრუნდები. უთხარი დროზე ჩამოვიდეს, ცოტა დრო მაქვს. ჯანს უნდა მივაკითხო. კარი დაკეტილია. ის გოგო სულ ახლახანს ავიდა. აქ სხვა გასასვლელიც არის. შენობის მეორე მხარეს. დიდი მადლობა. მიშველეთ. კარი გამიღეთ. არის აქ ვინმე? მიშველეთ. მიშველეთ. მორჩა, დაწმარდი. იპოვე. წადი, მიდი გაიქეცი. პარტნიორო, სად ხარ? მოიტაცა ის გოგო, სიმართლე მითხარი. არა, მეც გამექცა. სწრაფია, კურდღელივით. აბა რა სიტყვი? მაგარი გოგო არა? ო, მომიყევი რა გითხრა. რა მეთქვა რა მისზე? არა, თითქოს ბევრ ამას მიგანიშნებს, მაგრამ ბევრ ამას მალავს. პრინციპში არა, არც მიგანიშნებს. მე მგონი რაღაც ისაშინია, საინტერესო არის ისე. არ ვიცი. როგორც ჩანს ვიღაც ბანდიტი დასდევს ჯენგეს. უნდა წავიდე. სუდად არის საქმე. 3 ნატყვიარი აქვს გულში. 2 გასროლის შემდეგ წაიქცა. მესამე საკონტროლოც დაამატეს. ესე იგი პროფესიონალის გაკეთებულია. კიდევ ერთი რამეა. ეს 3 ტყვია. ეს პირველი მსხვერპლი არ იყო და არც ბოლო. ის მაფიის კაცია ეზე. შეუმჩნევლად კლავს, დანაშაულის კვალს არ ტოვებს. მისი თვალები ვნახე. უკან არ დაიხევს. ასეთები უკან არ იხევენ. ერთს მეორეს ვის. მაგრამ სამუშაო აუცილებლად სრულდება. დაწმარდი, ძია, დაწმარდი.
ჩემი უკანასკნელი შვილი ეზა. ჩემი სისხლი და ხორცი როგორ უნდა დავწყნარდე? როგორ? სწორედ ამაზე აკეთებენ ისინი გათვლას რამის. სწორედ ესაა მთავარი მათთვის, სწორედ ამის იმედი აქვთ, იმნაირად ძვირფასია შენთვის, რომ მის გამო საკუთარ თავს დაკარგავ. ჩემი უკანასკნელი შვილი ეზა, ვერ მივატოვებ. ვერ მივატოვებ. რა ვქნა? მართალი ხარ. არაფერზე არ აგიკანკალდება ხელი, მაგრამ თუ შენს ქალიშვილზე ელაპარაკი მისი გულისთვის თამაშის წესებსაც დაარღვევ. ჩემს გოგონას ვერაფრით ვერ შევწირავ მწხერფლად ეზა. ვერ გავწირავ. ამ მტაცებლებს ვერ მიუგდებ. აზათს არავის დაუთმობთ. დედა. დედიკო. ეიშან. თუ ჯენგის სარენდომება რომ თქვენთან დავრჩე და გამიშვებს აქედან. აბა ერთი გაბედოს. ვერაფერს ვერ იზამს. იმ საცხოვრებელი კომპლექსის დაცვამ ეს ინციდენტი თუ დაინახა, შეიძლება პოლიცია შეატყობინონ. რამეს მოვიფიქრებ? ბაჰარ. ყურადღებით მომისმინე. პოლიცია თუ მოვა, შენც იგივე უთხარი, რასაც მე ვეტყვი, კარგი? გაიგე, ბაჰარ. დიობდა არ მომესმინა თქვენთვის. გამაგებინეთ რა ხალხი ხართ? რა გემართებათ, როცა ერთად ხართ? სისულელეს ნოამბო, ბაჰარ. ხვდები მამას შენ რატომ ურჩევნი ხარ? მე მიმატოვა, შენ კი ვერასდროს მიგატოვებს, იმიტომ რომ შენ მისი შვილი ხარ. მისი ასლი ხდები, როცა ერთად ხართ. ისევ ტყუილებს იტყვი, ისევ დაუნგრებ ადამიანებს ცხოვრებას. გამაგებინე, რას უშვები შენს თავს? ბაჰარ როგორ ბედავას ელაპარაკს? რა დაგიშავა შენ მადამ? გაჩუმდი, ჯობია ხმა რა მოიღო. რა უქენია იშანს, რა დღეში ჩააგდე. ვერ ხვდები ყოველი შეხვედრის შემდეგ ორივე მხოლოდ ბოროტებას თესავთ. ბაჰარ, არ მინდა დაიკო. არ მინდა ასეთი ოჯახი. არ მინდა ასეთი მამა. არ მინდა რომ ისევ მიმატოვონ. არ მინდა ბოროტების ყურება, ახლავე წავიდეს აქედან. თუ არ წავა, მე წავა. მე თვითონ წავა. აზად. დავიდეთ მამა შენთან შვილო. რას იზამს? რამეს მოიფიქრებს და დამმალავს? მოსაფრთხო ადგილას წავალთ. მე შენთან ერთად წამოვალ. მამა შენ მაიცის სად არის მოსაფრთხო ადგილი? დედა გამოფხიზლდი. შენ შვილს მოკლას უპირებენ იმ კაცის გამო. ახლა კამათის დრო არ არის. შენ ბევრი რამე არ იცი აზად. არც შენ იცი ბევრი რამ. მე შენზე ავბრაზობ. გიყვარს მამა ჩემი, ვიცი.
მაგრამ შენ მის ნაკლს ვერ ამჩნევ. მიხარია რომ ასეა. მართლა. აზად, მე ძალიან კარგად ვიცი რამის კარაისკის ყველა ნაკლი. საჭირო არ არის იმ თემებზე იმსჯელო, რომლებზეც წარმოდგენა არ გაქვს. გასაგებია. მე მივდივარ. აზად მოიცადე. ერთი წუთით დაჯექი. სად იყურები? მითხარი რას უყურებ? დედა, აზად, მომისმინე, გთხოვ. გთხოვ. აზად. მის გამო ამას ნოაკეთებ. მის გამო არა, შენ გამო ვაკეთებ. გესმის? ამას ნუ უსმენ, ეიშენ. ჯერ ისევ ბავშვია, ასე იმიტომ იქცევა, რომ შურს თავისი უფროსიდის. დაიკო გადაწყვიტე, ან ეგ წავა, ან მე. მოიცადე, ბაჰარ. მომისმინე შვილო. მე ხომ მამა თქვენი ვარ. განა მამას შეუძლია ერთი შვილი მეორეზე მეტად უყვარდეს. არ მიმიტოვები ხარ. ორივენი მიყვარ ხართ. რომ იცოდე, რამდენს ვლოცულობდი შენთვის, როცა ავადიყავი, ყოველთვის ვდარდობდი შენზე. დაიკო, მე მივდივარ. მოიცადე. არ წახვიდე შვილო, მომისმენ. ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ, როგორც ნამდვილი ოჯახი. ხომ ასეა, ეიშენ? შემომხედე. არ გააკეთო ეს, ეიშენ. ტაქსის გამოძახება მინდა. ცოტა ხანს კიდევ გაუძელით, იბრძოლეთ. სად მოვედით? ამ ადგილის შესახებ ჩემ გარდა არავინ არაფერი იცის. აქ მოვიცდეთ. მოვიცდით? მაინც რამდენ ხანს მოგვიწევს აქ მოცდა? სანამ საფრთხე არ გადაივლის. მახსოვს ეს სახლი. გახსოვს. ძალიან გიყვარდა აქაურობა. რა სწრაფად გარბის დრო. როგორ გაიზარდა. შეიძლება ამაღამ ვერ გადავრჩეთ. გესმის ეს? გვერდით ორი უსაყვარლესი ადამიანი მყავს. მე ვზივარ კედელს მიყრდნობილი. თუ სიკვდილი ანეტავს, სწორედ ასე მოვკვდე. სიკვდილის არ მეშინია. შენ? შენს ქალიშვილს თუ არ მიეხმარები, სიწივით დავიხოცებით. 22 სერია. უდანაშაულობა.
აქაც არ მაძლევ მოსვენებას. ერენი. აზად კარაისკი. თუ კი მისი შვილი მკვდარია, თავი დაგვანებოს რამიზმა. მას უფრო დიდი ანგარიშები აქვს გასასწორებელი ვიდრე შენი ამბავია. ეს არ კმარა? ახლა ბორჩა? ახლა მაინც კმარა? რა ანგარიშებზე ლაპარაკობ? ხმები დადის, რომ რამის კარაისკი ისე უბრუნდება საქმეს. ხმები დადის? მაინც ვისგან გაიგე? ვისგან? იმისგან, ვინც ახლოსაა ძიასთან. ყველაფრის ნუგჯერა, რასაც გეუბნებიან. იცი რას გეტყვი? სანამ ძია არ გაქრება, შენი ჯენგიზთან დაკავშირებული გეგმა ვერ განხორციელდება. იქნება ჯობებს შენ თავი დაგანებო და ძიას დაუმეგობრდე. ანდა მე ჩავჩურჩულო ჯენგიზ ყურში, რას გეგმავ მის ზურგს უკან. ჯენგიზით მაშინებ? შენი გეგმა თუ ჩაიშლება, ეიშანი დაივიწყე. ჯენგიზით არ გაშინებ. მე იმით გაშინებ, რომ ვერ მიაღწევ შენს მიზანს. გასაგებია? აბა? შეგეშინდა? ხო. ალი როცა შენ გეგმავ რაღაცას. უდანაშაულო ხალხი ზარალდება. ამის მეშინია. მხოლოდ და მხოლოდ ამის. შენ და ეიშანი ზუსტად შესაფერისები ხართ. მაინც მიაღწევთ თქვენსას. უდანაშაულო ხალხი სულ ფეხებზე გკიდიათ. ბაჰარი უდანაშაულოა. ჯანი უდანაშაულოა. მე ნუ განმიკითხავ ეზელ. მართალია ჩემზე მაღალი ხარ, მაგრამ მე მაინც ვერ შემედრები. შვიდობით. კიდევ მოვალ. თუ ვინმემ შეგაწუხა, მე მითხარი. საღამომდე გაქვს დრო. რამის მიხედე. დარეკე. უთხარი შენება დროებით გაათავისუფლონ. მედი. დაიჯერებენ? 1-10 დღე. შეიძლება 1 დღე. მეტით არა. მერე რა იქნება? მერე. ომი. ეზელს რა ელის რამის? ეზელს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ან ჩემს მხარეს დადგება, ან ჩემ წინააღმდეგ წავა. ერენ იცი რატომ ვერ შევძელი შენი დაცვა? მე ვიცი ბოროტსულებთან ბრძოლა. უკვე კარგად ვთამაშობ მათი წესებით. ძიაზე უკეთესადაც კი გამომდის.
დეფო, ჯაჯექი მანქანაში. მიდი. ყველას გავასურვებ. ყველას საჭირო მიმართულებას მივცემ. ამას ვერც კი შეამჩნევენ. მადლობას გადამიხდიან ამისთვის. უფსკროლში გადაჭეხილნი. პარტნიორო, შეიძლება შენგან ჰალსტუხი ვითხოვო. მაინც მე უფრო მიხდება. მადლობ. ალო. ეიშან. ეზელ. დღეს? კარგი საღამოს ველაპარაკოთ. ეზელ. მომენატრე. მეც მომენატრე. ვერ შევძელი შენი გადარჩენა, ერენ. მე მოვგალი ის ერთადერთი ადამიანი, ვისაც შენი გადარჩენა შეეძლო. მომეცი. არ მოგცემ. მომეცი. არ მოგცემ. მომეცი რა. იმას, რაც ეზელის ძალებს აღემატება, სულადვილად გააკეთებდა ომერი. იმიტომ რომ ომერი გოლოფრყვილო და უცოდველი იყო. მოიხურე შვილა. არ შეგზივდეს. ეზელ. ჩემი ხმა ჯერ არ დაგვიწყებია. სულ არა. ცოტათი. გაგახსენებ. შეგიძლია ჩემთან მოხვიდე. 1-2 საათში. შეძლებ? კარგი. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო მათ დასაცავად. ომერს უნდა დაუზახო. მაგრამ მოვა რომ დაუზახო. და თუნდაც მოვიდეს, იცნობს ვინმე. მერტ, ყველაფერი კარგადაა? გინდა ყავა მოგიდუღო? ეზელსაც ასე ემართება ხოლმე და ყავა შველის. შებნამ, ეზელი სად არის? ჯერ არ მოსულა, რა იყო?
როგორ ხარ მერტ? შენთან დარეკვას ვაპირებდი. ძია მომთაზის სანახავად მინდოდა მოსვლა. შეისვენე, ჩემთან ერთად წამოდი. ძმაუაზელ, სასწრაფოდ უნდა გნახო. რა იყო, რამე მოხდა? არა. მაგრამ ახლა არ მომხდარა. 12 წლის წინ მოხდა. დამელოდე უკვე მოვდივარ მერტ. პრინციპში მე ვიცოდი, დიდი ხნის წინ მივხვდი, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ ესა. რაში ხარ დარწმუნებული, რა ხდება? დამელოდე მოვდივარ, არცად არ წახვიდე. ჯენგიზი და იშანი. რა სჭირთ მაგათ? ომერი. ჩემი ძმა მათ მოკლეს. მიდი. სტამბოლი 1996 წელი. ბავშვობაში, როცა მიამიტები ვიყავით. უფრო ადვილი იყო ვინმე შეყვარება. ფუშენი. ზია მომთაზ. მაგიჟებენ. ეს ხომ წესების დარღვევაა. მიდი შვილო, გაიქეცი. მიდი დაარტყი. აბა შენიცი, მიდი. გოლ. დედა, მარჯვნიდან შემოუარე, დავარტყი და გოლი გავიტანე. ყოჩახ შვილო. ყოჩახ. მიდი. მერტი ძალიან მაგრად თამაშობს, ხომ შეიძლება ნაკრებში აიყვანონ? მომავალ კვირას არის შესარჩევი ტურნირი, თუ ღმერთის ნება იქნება. ჩემთვის უნდა მოგეწოდებინა პასი. არა, მე თვითონ გავიტანე გოლი, იდიოტო. გაჩერდით. გეყოფათ. ბავშვებო, გაჩერდით, მორჩით. მამა, ნახე რა მიქნა? დაინახე მამა. ბავშვებო, ასეთ ხულიგნებს გუნდში რა უნდათ? შენ ვის დაუძახე ხულიგანი? წადი აქედან. ამან დაიწყო და მე დავამთავრებ. წაიყვანე შენი ბავშვი და წადი აქედან. შენ შულს მიხედე. ვითომ რატომ? რა გონია ამის შემეშინდება? გეყოფა, მეც მეყოფა. სად მიდიხარ? არ გინდა შენ შულს მიხედო, არც მე მინდა. ბავშვებო, წადით აქედან, დაიშალეთ, წადით, არ გესმით? წადით მეთქე. არ მომეკარო, თორემ ცუდად იქნება შენი საქმე. დაიშალეთ. შენ კი გარიცხული ხარ გუნდიდან. შესარჩევ ტურზე ნუ მოხვალ, გუნდში ამის ადგილი არ არის. ახლა მაყოფილი ხარ? ძმაო. სტამბოლი 2010 წელი. მე არაფერ შუაში ვარ, მართლა. ყველაფერი იქ დავაწყო, სადაც მითხარი. შებნემ? რა? იქ არის? მოვდივარ ძმაო ჯენგიზ, 5 წუთში მანდ ვიქნები. მიდი დროზე. წადი. ორი წუთით მოიცადეთ. როგორც მივხვდი, არავის არ უჯეროდ. ჩემი ძმასავით მიყურებ. ისიც ასე მეუბნებოდა ხოლმე. ჯერ დაფიქრდი და მერე გადაწყვიტეო. ვეღარ დაგელოდე. ჯენგიზთან დავრეკე. რა სიზამ, როცა ჯენგიზს ნახავ? არ ვიცი. ჯერ არ მომიფიქრებია. როგორღაც უნდა შევაჩერო ისინი. რას გულისხმობ? არ მინდა შენც ისე მოგექცნენ, როგორც ჩემს ძმას. დოსტოევსკი, მოთამაშე. ავაწყე. გამომართვე. ნახავ რა სწრაფად გამოგივა. უფრო სწრაფად გამომივა. მოდი შევეჯიბროთ. მოდი.
როგორ ხართ დიამომთას? უკეთ? მადლობა ღმერთ შვილო. მელიხას როდის ეთყვი? ჯანი ხომ მისი შვილიშვილიც არის. ასე უცებ არ შეიძლება დიამომთას. ასეთი ამბავი რომ არ ყოფილიყო, არც თქვენ გეტყოდით. აჯობებს დეიდა მელიხა ჯერ მიეჩვიოს ჯანს. ვის უნდა მიეჩვიოს? ჯანს თუ შენ? ცოტა ხანს კიდევ მოვიცადოთ და მერე ვეტყვი. რას მეტყვი? ჯან? დეიდა მელიხა. გაიქეცი მერტის ოთახში ითამაშე. კარგი. რა უნდა გეთქვა? ეზელი. ეზელის ამბავი უნდა მეთქვა. მინდოდა მეთქვა, რომ ისიც მოვა. ჯანს ისიც უყვარს. ყოველთვის ეზელთან ერთად რატომ მოდიხარ აქ? ბავშვის მამასად არის. რა მოხდა საყვარელო ეზელი ჩვენთვის უკვე შვილებითაა. მართალი ხარ, მაგრამ ჯენგიზი საერთოდ არ ჩანს. რა ხდება? ერთმანეთს დაშორდით? არა, უბრალოდ. რა? ჯენგიზ ბევრი საქმე აქვს. მოგვიანებით მოვა. სულ ეს არის? არა, კიდევ მაქვს რაღაც. ჯენგიზის საბუთებს ვათვალიერებდი. პრესაში განცხადების გასაკეთებლად. ბალანსის ანგარიშებს და მსგავს რაღაცეებს აინახე. ქონების დეკლარაციას? მას საბუთები გააყალბეს, მაგრამ შენ ყველა მონაცემი სწორად გაქვს. აი ცნობა მშენებლობის სამინისტროდან. ნახე ეზელ. ყველაფერი ძარცვიდან რამდენიმე თვეშია ნაყიდი. ნაძარცვი ფულით. მერტ. ფული შეიძლება ათასნაირი გზით იშოვო. თუ აღმოჩნდება რომ ცდები? არ ვცდები. მომისმინე მერტ. ასეთ რამეს ორიოდე საბუთით ვერ დაამტკიცებ. მაგრამ ეს მისი დაწერილია. ომერმა დაწერა ეს სახელები. ციხეში ყველა თავის უდანაშაულობას ამტკიცებს. იქ ხალხი საღად ფიქრის უნარს კარგავს. არ გაგიგონია ეს? მათ კარცერში სვამენ, ისინი გიждდებიან. ჩემი ძმა არ გაგიჟებულა. სულ ცოტა ხნის წინ შენ თვითონ არ მიგაჩნდა დამნაშავედ. რაღაც მოგწერა და ახლა გჯერა მისი. ნაპატი არ გეწმინოს, მაგრამ შენ ვერ გაუგებ ჩემს მას. ის ძალიან განსხვავდებოდა შენგან. სულ სხვანაირი ადამიანი იყო. მაინც რითი განსხვავდებოდა? ის არასდროს ფიქრობდა საკუთარ თავზე. პირველ რიგში ყოველთვის ჩვენზე ზრუნავდა. ამიტომაც დაწერა ის წერილი. მას ეშინოდა ჩემს გამო, მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ. ამას ვერ გაიგებ ეზელ. მერტ. ეყოფა ძმა უესა. მე ვცდებოდი. რატომღაც მეგონა რომ დამინჯერებდი. ერთადერთ ადამიანს შეეროდა ჩემი უსილყოდ, ჩემს ძმას. ყოველთვის შეეროდა ჩემი. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ყოველთვის მიცავდა. მაგრამ ჯენგიზმა ჯენგიზმა ძმა წამართვა. ესმის, მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ ჩემი ძმა ახლა აქ რომ ყოფილიყო, ამის მტკიცება აღარ დამჭირდებოდა. თვალებში ჩამხედავდა და მეტყოდა. კარგი ძმაო, მე მჯერა შენია. გესმის ეს რას ნიშნავს? გესმის? არ მესმის. ამას ვერავინ ვერ დამიბრუნებს. მე არ შემწევს იმის ძალა, რომ ჩემი ძმა უკან დავაბრუნო. მე ვერ შევძელი მისი დაცვა, სამაგეროდ შემიძლია შენ დაგიცვა მათგან. შენ ხომ თლად ბავშვი იყავი, როგორ უნდა შეგეშალა ხელი ამ ყველაფრისთვის? რა მნიშვნელობა აქვს? ის შეძლებდა ამას. ის აუცილებლად გადამარჩენდა. სიკვდილის შემდეგაც კი ცდილობს ჩემს დაცვას. ნახე. და მე რას ვაკეთებ? ბრაზობ მასზე ყველაფერში ვადანაშაულებ. უნდა მიმხვდარიყავი ძმაო ეზელ. ჩემი ძმის ღირსი უნდა ვიყო. ვერ შევძელი რომ მისი ღირსი ყოფილიყავი, მაგრამ მაგრამ ახლა ამას გავაკეთებ. მერტ. მოიცადე. კარგი, მე მჯერა შენ.
Neredesin? სად ხარ? Ha, მართლა? öyle mi? აპატია. Kusura bakma Cengiz abi. აპატია ძმაო ჯენგიზ. სხვა დროს ვილაპარაკოთ. კარგი. Söz ver. ხომ შემპირდი რომ უჩემოდ არაფერს არ გააკეთებ. ჯერ ყველაფერს გავარკვევ. მერე კი ერთად მოვიფიქრებთ როგორ მოვიქცეთ. Bir şey varsa თუ რამე ერთად გავაგრძელებთ ძიებას. კარგი? söz verdim bak. იცოდე შენ შემპირდი. Ömer'e dair თუ გინდა ომერის ღირსეული ძმა იყო ერთხელ მაინც დაფიქრდი სანამ რამეს გააკეთებ. edeceksin. შევთანხმდით? Gel buraya. წამოდი წაგიყვან. Yok Özel abi. არ მინდა ფეხით გავივლე. ყველაფერი კარგად იქნება. Tamam Özel abi. ნუ დარდობ ძმაო ეზელ. მე ხომ შეკვირდი. Uslu duracak. ნარად იქნება? მერტი? არა მგონი. Ama hazır. მაგრამ ჩვენ ცოტა ხნით გადავაფიქრებინეთ. Şimdilik gidip იმედი მაქვს ახლა მაინც არ ჩაიდენ სისულელეს. მაინც უთვალ თვალე. sen yine de peşini bırakma. Peki ya sen? შენ რას აპირებ? Benim მერტის გარდა არიან სხვების, ვინც შეიძლება ჩემ გამოდაშავდეს. Ezel, ეზელ, saklanmaç. ამდენი ხნის შემდეგ დამალობანას სათამაშოდ დამიძახე? Oo, çok güzel. რა იდუმალებით მოცული ამბავია. Tamam. კარგი, biliyorum. ახლავე მოვდივარ. Hoş geldin. გამარჯობა. გამარჯობა. Tevfik Bey var. თეოფიკმა შეემოწმოს. Ne bekliyoruz? რას ველოდებით? Akşam olmaz. საღამოს. Ne var ki akşam? საღამოს რა მოხდება? Sürpriz. ეგ სიურპრიზია. İşler yolunda. თუ ყველაფერი ისე ჩაევლის როგორც საჭიროა, საღამოს დიდი სიურპრიზი გველისდებო. Sürpriz. სიურპრიზი? Seni bu kadar თუ ასე ელოდები, ესე იგი საქმე ძიას ეხება. Dayıdır. Nereye? სად მიდიხარ? Sürprizi იქ, სადაც სიურპრიზები უხარიათ. edecek birine. Çok güzel. რა ლამაზია აქაურობა. Ama sen böyle შენ ხომ daha სიმდიდრე და zengin ფუფუნება şeylerden უფრო hoşlanmıyor ხიბლავს. musun? Vakit yok. ამისთვის ვერ მოვიცალე. Hemen buluşalım. გინდოდა მალე გენახე? Beni მოგენატრე? de. O da var. ო, თან მომენატრე. Başka ne თანაც var? Bir de bana პასუხისმგებლობას გრძნობ ჩემ გამო, არა? Sadece sen. არ მხოლოდ გრძნობ, ვასრულებ კიდეც ჩემს მოვალეობას. Bu ne? ეს რა არის? Dosyası. ელიფის სამედიცინო ანკეტაა. Görüştüğünüzü biliyorum. ვიცი რომ შეხვდით ერთმანეთს, Ama rapor მაგრამ შენ ეს ჩანაწერები არ გინახავს. ameliyatın ne kadar არ იცი, რა წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ და რა სწრაფად გამოჯამრთელდება ელიფი. Yani მერე Yani მერე umut var. იმედი არსებობს ბაჰარ. Denemek için. არსებობს მიზეზი იმისა, რომ სცადო.
შენს ექიმს ველაპარაკე ლონდონში. ყველაფერი მზად Her არის. şey hazır. გელოდებიან. Ne oldu? რა იყო? Yok bir şey. არაფერი. Yani ben başka bir şey არაფერი, მეგონა სხვა რამეზე ვილაპარაკებდით. Onca zaman არ ვიცი. görüşmeyince öyle bir იმდენი dosya ხანი არ gibi გვინახავს geliyor, ერთმანეთი, sanmıştım. მეგონა ხელს გამომიწვდიდი და არა საკაღალდეს. ბაჰარ, Bana değer ვიცი, რომ verdiğini ძვირფასი ვარ biliyorum შენთვის ezელ, Ama bana მაგრამ karşı არ bir şey გიყვარვარ. hissetmiyorsun, ომასია. değil mi? Hissetmeyeceksin. და ალბათ არც არასდროს შეგიყვარდები. Yaşamadım. წინასწარ ეგ არავინ იცის. Ne ო, bileyim. არც მე ვიცი. Bunca zaman იმდენი arada ხანი არ hissettim დაგირეკავს. sandım ben. მეგონა უკან დაიხია. უკან არ დამიხევია. Ama არა და etmeyiz. კარგი იქნებოდა. Sadece tedavi ჩემთვის ცოტაა რომ için რეკავ იმისთვის რომ ვიმკურნალო. Benim için yaşamak ცოტაა როცა მთხოვ რომ შენთვის ვიცოცხლო. Çünkü შენ sen არ გიყვარვარ. yanımda olacağım. ვიცი ჩემ გვერდით იქნები, მაგრამ რა აზრი აქვს ამას თუ კი უსიყვარულოდ იქნები ჩემთან. Ne yapma? რა უნდა გავაკეთო? Sen söyle. მითხარი. Mutlaka yap. ალბათ შეიძლება რამის გაკეთება. Gel. წამოდი. Hatırlıyor musun? გახსოვს რა მოსდის Sen ბუშტებს balonları სახლში თუ satınca დატოვებ? ne olurdu? Küçülür İçuteba. derdi böyle. Sonra da söner. ჰაერი იპარება და იჩუტება. Ama bir de diğer ihtimal. მაგრამ შეიძლება სხვანაირად მოიქცე. Kendi haline bırakır. შეგიძლიათ საში გაუშვო. Diledikleri yere gitsinler. გაფრინდნენ საითაც უნდათ. Daha güzel. ასე არ ჯობია? Kamil. კამილ, Bizim რა საკეთებს ბიჭი? İyi. კარგადაა. Berbere git. სალონშია. ველოდები. Sen de შენთან რა ხდება? Sorma. ნუ მკითხავ. ყველაფერი შესანიშნავადაა. Uğraşmak yemin ederim. გეფიცები ბაჰართან და მერტთან ყველაზე მეტად laf მიჭირს. dinlemiyorlar mı? არ გიჯერებენ? Siz de birbirinize... ძალიან ჯიუტები არიან. Berberde mi? ანუ ახლა სალონშია? Mahallede mi? სახლთან ახლოსაა? Yo. არა. Nişantaşı. ნიშანტაშიში. Hemen koş bak Kamil. სასტრაპოდ შედი შეგნი და შეემოწმე კამილ. Oldu. მე ერთი მხოლოდ თავის პარიკმახერთან დადის. მანდ არის? კამილ მანდ არის? Oranın başı. აქ კიდევ ერთი გასასვლელია. Usta affedersin. მოვიდეთ. Ramiz Karayev. რამის კარაისკის ვეძებ. აქ არის? Kim arıyor? შენ ვინ ხარ? Ya ben bir şey soracaktım. რაღაც უნდა ვკითხო, მაგრამ თუ აქ არ არის, არა უშავს. წამოდი. Gel gel. მოდი. Burası. აქ შედი. Vur vur. დააკაკუნე.
Merhaba. Amorcuba. Ramiz Bey'e bakmış. Batu'nun Ramiz'is nahwa minda. Buyurun. Ხუთ მოგბრძანდით. Ramiz Bey yok mu? Batu'ni Ramizი აქ არის. მალე მოვა. Buyurun. დაბრძანდით. Kapayın kapıyı. გარი დახურეთ. Konu ne? რა საქმე გაქვთ მასთან? Şey, ეს özel bir şey. ძალიან პირადულია. İsminiz? თქვენ არ გამეცანით. Söylemediniz. Cengiz. ჯენგიზი მქვია. Ben sizi rahatsız... ხელს აღარ შეგიშლით. Kalkmayın. არ ზახვიდეთ. მალე მოვა. Yok sonra gelirim. არა, მოგვიანებით შემოვილი. Zaten bir arkadaş... ჩემმა მეგობარმა მომცა ეს მისამართი. O abi sana hiç მითხრა ეს კაცი სამსახურის შოვნაში დაგეხმარებაო. tanımıyorsunuz yani. ანუ თქვენ თვითონ არ იცნობთ მას? არა, არ ვიცნობ. Cengiz. ჯენგიზ, Cengiz. ჯენგიზ, Mert. მერტ. მოგენატრე შვილო. ცუდია მერტი რომ ვერ ვნახე. ჯენგიზ, დეიდა მელი ხასთან მოდი. ეს სასწრაფოა. რატომ? ესენი ფიქრობენ რომ დავშორდით. რა ასე არ არის? როგორც მახსოვს, სხვა კაცთან მიღალატე და სახლიდან გამაგდე. ვერ ვიტყვი რომ მეცადე შევრიგებულიყავით. კარგი, მაშინ ვეტყვი რომ დავშორდით. დედა, დაგეხმარო? მოვდი ვარ საყვარელო. ჯენიც აქ არის, ეს ყველაფერს გაიგებს. ნახვამდის. მოიცადე. კარგი, მოიცადე. მოვდივარ. ბოლო არ გამოჩნდა? ყველგან მოძებნეთ კამილ და როგორც კი მიაგნებთ, მაშინვე გამაგებინეთ. შენ რას აპირებ? შევეცდები გავიხსენოთ ჩემს ადგილზე ომერი როგორ მოიქცეოდა. სტამბული 1996 წელი. ომერი გიждდება თავის ძმაზე. ეს ეთყობა. ეთყობა. შეცდა. ომერის გამო ბავშვ ნუ დავსჯით. ომერის გამო არა. ბიჭებმა ხელზე გაკოცონ და პატიება გთხოვონ. ამით მოურჩეთ. რა სიტყვით? არა ძია, მე არ რას ამბობთ? მამა. აგოცე ხელზე. ეს სირცხვილი არ არის. აი ესე. ახლა შეიძლება შესარჩევ ტურზე რომ მოვიდეს. მზია მომთას. თქვენ უარს როგორ გეტყვით? მოვიდეს. მოვიდეს. დიდი მადლობა. მეც ახლავე მოვალ, მამა. ერთთან მიდი. Hadi oğlum hadi. მოდი აქ შვილო, ნუ დგახარ ასე.
თუნდაც მოვიდეს, არა იყვანთ ნაკრებში. თუნდაც მოედანზე გამოვიდეს და ნამდვილი ჩემპიონი ვით ითამაშოს, მაინც არა იყვანთ. იმ ბიჭის მამამ რაღაც გითხრათ არა? ვერაფრით ვერ დაგეხმარებით. ის გუნდის სპონსორების საბჭოს წევრია. მასზე ვართ დამოკიდებულები. გასაგებია. როგორ შევცვალო ეს გადაწყვეტილება? იმას დაველაპარაკო? ან საბჭოს თავმჯდომარეს? ჩემი ძმა დღე და ღამე ვარჯიშობდა. მერტი იმსახურებს ამას. რა შეიძლება გავაკეთო? ეს ხომ მოსამართლობაა? მითხარით, როგორ გამოასწორო ვითარება? ვერაფერს ვერ იზამ. თუ არ გინდა ბავშვს გული დაწყდეს, ისე მოაწყვე, რომ შესარჩევ ტურზე არ მოვიდეს. სრაფად შვილო, სრაფად. ნუ ჩერდები. სტამბული, 2010 წელი. თქვენ მე სიმართლე არ მითხარით. თქვენ იცოდით, რაც ეწერა იმ წერილში. შეიძლება თქვენ თვითონ დააწერინეთ. ომერმა ხომ ყველაფერი გიამბოთ. ჩემი ძმა უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში, ხომ ასეა? უდანაშაულოდ არავინ არ ხვდება ციხეში, შვილო. რა შეიყო დამნაშავე? ომერი იმაში იყო დამნაშავე, რომ ზედმეტად გულუბრყვილო იყო. მართალი ვიყავი. მას არავინ არ მოუკლავს. არც გაუძარცვავს. ეს ჯენგიზმა და ეშანმა გააკეთეს. ალის გარეული იყო ამ საქმეში. სამივე ერთად გააკეთა ეს. სამივე ერთად. კიდევ რა არ ვიცი. კიდევ რას ვერ ვამჩნევდი აქამდე. მომიყევით, გეხვეწებით. ყველაფერი მითხარით. შვილო, რა უნდა გითხრა? ბებერმა, რომელიც 20 წელი მკვლელობისთვის იჯდა, რა უნდა გითხრას გულუბრყვილობაზე? მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, სად მთავრდება გულუბრყვილობა. გულუბრყვილობა კანის ნაწილებს გავს, რომელიც ბერდება. ის ნელ-ნელა იშორებს ამ ნაწილებს. ეს არის და ეს. და თუ ეს არ შეგიძლია? გულუბრყვილობისგან განთავისუფლება თუ არ შეგიძლია, ის ხელს შეგიშლის წინსვლაში, ხელფეხს შეგიგრავს, სროლის საშუალებას არ მოგცემს. თვალს აგიხვევს, არაფრის დანახვის საშუალებას არ მოგცემს. თქვენ აუხილეთ ჩემს ძმას თვალე. თქვენ აუხსენით ყველაფერი. შენ ძმაზე არ არის ლაპარაკი, მაწვილო, ომერზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკი შენზეა. შეხედე შვილო, შენ გინდა დაინახო, მაგრამ იცოდე, ცოდნა მოქმედებაა. იმისთვის რომ იცოდე რა უნდა გააკეთო, მკვდარი კანის ნაწილები უნდა მოიშორო. მე რა უნდა ვქნა? როცა პირველად მოხვედი ჩემთან გეშინო და ახლაც გეშინია? მითხარით რა უნდა გავაკეთო? გადაწყვეტილება უნდა მიიღო. გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ახლა თავად ხარ საჭესთან. შეგიძლია წახვიდე წინ ან უკან. თუ უკან წახვალ, ისევ იმ ადგილას აღმოჩნდები. ისევ იმას ირწმუნებ, რისიც ადრე გჯეროდა. თუ წინ წახვალ, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გექნება. შენ აქ საიდან გაჩნდი? ჯენგისთან შემოვიარე, მაგრამ სახლში არ დამხვდა. ოდო ვიფიქრე, ბახარს მაინც ვნახავ მეთქი. მომენატრე. იმეც არ კარგავარა? ჩემ დაუნებურად მაქვს იმედი.
ადამიანს არ შეუძლია ოცნების გარეშე. რომ იცოდე როგორი ოცნებები მაქვს. მაინც როგორი? გეტყვია. მაგალითად გუშინ მე და შენ დავქორწინდით. ბუნების წიაღში ვიყავით. ყვავილებსა და მწერებში. დეფოს სიასამნისფერი კოსტიუმი ეცვა. ის იყო ჩვენი ხელის მონკიდა. და მე? ისევ ღელავდი, ვერც კი გიყურებდი. ღელავდი და კართან გელოდებოდი. შიგნით ვერ შემოვდიოდი. ვერ გავბედე. რა სისულელია. ისე იცი მე წყალქვეშ ქორწილზე ვოცნებობ. რა თქმა უნდა ღრმად მომიწევს ჩაყვეთ. აბა სხვა რა გზაა? ეზელი იმ სიმაღლეა რომ Tabii Ezel de o boy olunca anca. Hep mi ona ya? ყოველთვის მასზე ოცნებობ. Kızıyor musun bana? გეწყინა? Kızma. ნუ გწყინს. Ben de senin მე ზუსტად შენნაირი მდგომარეობაში ვარ. arkadaş olalım. მას არ უყვარვარ. უნდა რომ დამიმეგობრდეს. Sizin bir geçmişiniz oldu. თქვენ რაღაც მაინც გქონდათ წარსულში. Tam kolay. გგონია ასე უფრო ადვილია. Bir var. ხან ჩემ გვერდითაა, ხან არა. Ama biliyorsun თუმცა მახსოვს ჩემი ხელი როგორ ეჭირა ხელში. böyle koca. დიდი ხელები აქვს. Özlüyorum. რომ იცოდე როგორ მაკლია. Sonra nasıl söylüyor adını? მახსოვს როგორ მეძახის, Nasıl arıyor? როგორ მირეკავს დილაობით, Nasıl sarılıyor? როგორ მაგრად მიკრავს გულში. Böyle başını თავს მხარზე ვადებ და ვდუნდები. bırakıyorsun kendini. თუმცა ვიცი რომ არაფერი გამომივა. Olmayacağını. თავს მომტკიცებ რომ არ მჭირდება. Yok მე artık კი istemiyorum. მარტოობაში უქვითინებ. Başına gelip ağlıyorsun işte böyle. Ağlama sen. ნუ დირი. Üzülme. ნუ დარდობ. Bir başına. შენ მარტო არ ხარ. Biz de varız. მე შენთან ვარ. გულუბრყვილობა უცოდველი ანგელოზებით რომ დაგაჯდეს მხარზე მაინც ვეღარ შეძლებ ისეთივე გულუბრყვილო გახდე როგორიც ადრე იყავ. ათასი წელიც რომ ეძებო, ვეღარსად მეაგნებ გულუბრყვილობას, რომელიც ერთხელ უკვე დაკარგე. ერთხელ თუ მიატოვებ მე ამით ბავშვს, ვეღარასდრო შეძლებ მასთან დაბრუნებას. Bir viski versene. ვისკი თუ შეიძლება. Korktun mu? შეგეშინდა? Niye korkacağım ki? რისი უნდა შემშინებოდა? Tedirgin. ძალიან დაძაბული ხარ და რაღაც უცნაურად მიყურებ. Sana bak. ჯერ ერთი შენ არ გიყურებ, მეორეც. Sana göz koy. პირობა დავდე რომ ყურადღებას მოგაქცევდი. Bu da iki. Yalan söyle. ესე იგი მომატყუე. Bana bak. ნამდვილად მიყურებდი.
თვალყურს მადევნებ, რომ რამე არ დამემართოს. Başkalarına bir şey olmuş. სხვებს რომ არაფერი დაემართოს. Pek güvenilir bulunmuyor. შენ აქ არ გენდობიან. უნდა გავიქცე. დამიცავე. Ali abi. ძმაუვალი. მერტე აქ არის. დედა, კიდევ როდის მოვალთ აქ? მოიცადე შვილო, ჯერ ხომ მარწავსულ ვართ. არ მინდა აქედან წასვლა. სახლში მოწყენილი ვარ. მოდი აქ დავრჩეთ. ჯენგიზი სამსახურის გამო იშვიათად არის სახლში. მართლა? ნუ ასე გამოვიდა ზიამუნდას. ჯანს ენატრები. ასე გითხრა? ბავშვს აწყენინე. რა თქვა? რა გითხრათ ჩემზე? ნუ ბრაზობ ჯენგიზ, არ ივარგებს შვილის ასე მიტოვება, ასე არ შეიძლება. კარგია რომ თქვენ მყავხართ. ჯანი თავს კარგად გრძნობს თქვენთან. აქ ისეა როგორც საკუთარ სახლში. Öyle bakma Ali. ასე ნუ მიყურებ ძმაუვალი. შენს დასმენას არ ვაპირებ. Ondan değil mi oğlum? ეგ დიდად არ მაღელვებს. ყველა თავის საქმეს აკეთებს უბრალოდ. ცუდია რომ არ გამაფრთხილე. Ne kadar zamandır var? დიდი ხანია ეს კაზინო არსებობს. Onu Cengiz'e... ჯენგიზ კითხე. Ben zaten მე ცოტა ხნის წინ გავხდი ამის მმართველი. geçici devraldım. Mecburiyetten. Ben şey diye გავიგე რომ ძმა ჯენგიზმა კაზინო 1998 წელს გახსნა. Al şu boşları al. ჭიქები წაიღე. ო, Öyle bir şey işte. ალბათ, Bilmiyorum. არ ვიცი. soygundan ძერცვიდან რამდენიმე თვეში. kaç ay sonra yani? Sen bana bir yukarı... ზევით ჩაის დაგალევინებ. Olur. წამოდი. Kamil. კამილ, Bir şeyler... თუ რამესი არ გამოვიდა იცი რაც უნდა ქნა. Gitmeyecek. არაფერი არ მოხდება. Gidersin. რომ მოხდეს? Biliyorum. გავართმევ თავს. Cengiz abi de az değil yani. ძმა ჯენგიზის სახიფათო ადამიანია. Nasıl az? რას გულისხმობ? Yeni arkadaşı için მისი საუკეთესო მეგობარი ციხეში აღმოჩნდა, ის კი უეცრად კაზინოს ხსნის. სად ქონდა ამ ის ფული? kumarhaneyi. Bilmem. არ ვიცი. Cengiz bu. ჯენგიზს არ ქონდა ფული, ალბათ ის ესხა. ალბათ, Ne kadar acayip. უცნაურია. İnsan düşündükçe... რაც უფრო მეც ვფიქრობ ამაზე, უფრო უცნაურად მეჩვენება. რაზე ამბობ? Abim içeri girdikten როგორც კი sonra... ჩემი ძმა ციხეში აღმოჩნდა, ძმა ჯენგიზს მაშინვე ბედმა Sana გაუღიმა. da garip gelmiyor mu? შენ უცნაურად არ გეჩვენება. Yok. არა, Hayattan öyle. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. Yok Ali. არა ძმაუვალი. Senin için de iyi შენს olur. გაგიღიმა ბედმა. ძმა ჯენგიზმა დამხმარე დაგიყვანა. Beni kimse yanına... არავის არა უყვანი ვარ დამხმარედ. მე და ის პარტნიორები ვართ. მართლა? Öyle değil mi? ეიშანი, ალი Ali, Cengiz. და ჯენგიზი. Üçünüz. განუყრელი სამეული. Nasıl yani? ეგ რას ნიშნავს? ჩემს ოთახში წავალ.